Nata თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ საეჭვო ქალების შემდგომ საარჩევნო უბნებთან უკვე გამოჩნდნენ საეჭვო მამაკაცებიც, რომლებსაც აქვთ, რა თქმა უნდა, სიები და ახლა უკვე ურეკავენ მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება მალე მივიდნენ საარჩევნო უბნებთან და დააფიქსირონ პოზიცია, რომელიც მათ ძალიან კარგად იციან, რა პოზიციაც არის. ჩვენ გადავიღეთ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე საარჩევნო უბანი და თითქმის ყველგან ერთი და იმავე სიტუაციაა. ყველას აქვს სიები, ევოდებიან მოქალაქეებს, რომლებმაც უნდა გააკეთონ არჩევანი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, თუმცა რა თქმა უნდა ამ არჩევანს ისინი თავისი სურვილით არ აკეთებენ, მიუთითებს ამ ყველაფერს ის გარემოებები, რა გარემოებებიც არის უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, აი რო დავიაროთ ეხლა დედაქალაქის ნებისმიერი უბანი, ყველგან როგორც ჩანს სიებით არიან მობილიზებული მოქალაქეები. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ჩვენ გადავიღეთ, რომელსაც მქონდა სიები, CSKO საარჩევნო სიები, ასევე მქონდა მითითებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრები, სავარაუდოდ ის უკავშირდებოდა ამ მოქალაქეებს, რომ ისულიყვნენ საარჩევნო უბნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ტელეპირველმა გადაიღო ეს კადრები, მამაკაცი, რომელიც ჩვენ ჩავწერეს, უარყოფს იმას, რომ რაიმე სახის კანონდარღვევას ახორციელებდა ის ამ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ეხლა გიყვებოდით ვარკეთილზე, რაც შეეხება სამგორშიც იგივე ვითარება, აქ უკვე ქალები არიან მობილიზებული, აქაც შვილს ელოდებიან, რატომღაც შაბათ დღეს მოუნდათ შვილების გამოყვანა სკოლიდან და ბაღებიდან. ისინი ამბობენ, რომ ელოდებიან მოქალაქეებს, სუფრაზე მიდიან, დაბადების დღე აქვს, მოკლედ არ ელევათ მიზეზი, თუმცა მთავარი მიზანი, რის გამოც ქალები და კაცები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან, არის ერთი, რომ მოქალაქეები ძალის გამოყენებით მიიყვანონ საარჩევნო უბნებამდე. რას ელოდებით აქ? აი ვის ელოდებით? რა სიები გაქვთ? აი ხედავ ნომრები გიწერიათ და მითხარით ეხლა რა სიები გაქვთ? საარჩევნო უბნის წინ დგახართ და სიები გიდევთ ეხლა დამალეთ. მეგობარს ველოდები. მეგობრის ნომერი ფურცელზე გიწერიათ? არა, ექს არა. აბა რისთვის ხართ აქ? რა არის მთავარი მისია დღეს რა დაგავალეს? რისთვის უნდა მოხვიდეთ? არაფერი მისია არ არის. დავათვალიეროთ ერთად რა გიწერია, მაინტერესებს. ვერ დავათვალიერებთ ერთად რა გიწერიათ? რა ღონისძიებაში აპირებთ მონაწილეობის მიღებას? არჩევნებზე. იყავით უკვე? გააკეთეთ არჩევანი? სხვებიც მოიყვანეთ? არავინ ურეკავთ ხალხს რომ მოვიდნენ? აბა აქ რატო ხართ? ეხლა რამდენი ხარია აქ ვარ და გიყურებთ? ბატონო, კადრები რო გაჩვენოთ, რომელიც გადავიღერო სიებით ხელში, მაშინაც ვერ დამიდასტურებთ? ამომრჩევლებს აკონტროლებთ, ვინ უნდა შევიდეს და ვინ უნდა გამოვიდეს? ამისთვის ხართ აქ მოსული? სხვა ქალბატონები საწავიდნენ, ვინც თქვენთან? თქვენ ვის აკონტროლებთ, ჩემო კარგო? მე ვაკონტროლებ, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში. თქვენ არ ხართ ამის? თქვენ მოწინააღმდეგე ხართ ამის? რომ დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები? მე უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში. თქვენ აქ რო აკონტროლებთ მოქალაქეებს, ეს ხო არ არის დემოკრატიული არჩევნები? რატომ ამოწმებთ ესეთი? აი ეს ორი ქალბატონი თქვენი მეგობარია, იქ ვიც გაიქცა? მიბძანდით და გითხეთ. გითხავთ. ქალბატონებო, დაგინახეთ, აზრი აღარ აქვს უკვე რო წახვედით ამ ტერიტორიიდან. რას ელოდებით ამ საარჩევნო უბანთან? მოვედი და დავაფიქსირე ხმა. დიდი ხანია აქ ხართ და არ ამგონია რომ მარტო ხვისპისაცემად ვიყავთ. ნახე ნაცნობი დავილაპარაკეთ და წამოვედი. მე მგონი უფრო დიდი ხანია აქ შიგნით ხართ. დიდი მობილიზება აქვს გამოცხადებული ქართულ ოცნებას, ამჯერადაც წლების განმავლობაში ის რა პრაქტიკაცაც ივანიშვილის გუნდი იყენებს არჩევნების მიმდინარეობისას, ახლაც ძალიან აქტიურად ხორციელდება, ყველგან ქალები, ყველგან ტიტუშკები, ყველგან სიები, სწორედ ესეთია ახლა ივანიშვილის გუნდის სტრატეგია იმისათვის, რომ არჩევნები გააყალბონ.